სისხლიანი ანგარის სწორება გორში წმინდა წყლის დასახლებაში სავაჭრო ცენტრ გალერეაში მამაშვილი მოკლეს. დავით და გიორგი ცაციაშვილების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 50 წლის მამაკაცი. თემის დეტალები ჩვენ სიუჟეტში. მამაშვილი დავით და გიორგი ცაციაშვილების მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 50 წლის სერგო ახალკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით გორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი სწორედ მან გახსნა. შედეგად კი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მისი მამა კი რამოდენიმე წუთში საავადმყოფოში. კლინიკაში 10 საათსა და 14 წუთი არის შემოყვანილი საშუალო ასაკის მამაკაცი. გავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით შემავალი გულმკერდის და მუცლის ღრუში. იყო უმძიმესი ტრაუმული შოკი. პირველად დახმარების აღმოჩენის შემდეგ და პირველად დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ შეყვანილი იქნა საოპერაციოში. სადაც აღმოჩნდა როგორც გულმკერდის, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება და სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. მამაშვილის მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც მკვლელობაში ბრალდებულსა და მოკლულ მამაშვილს კარგად იცნობდა. ისინი ტევე მონიტორინგთან საუბრისას ყვებიან, რომ 30 წლის გიორგი და 50 წლამდე ასაკის დავით ცაციაშვილები ბიზნესთან დაკავშირებულ დავას ემსხვერპლენ. სისხლიან დაპირისპირებას კი წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელიც გუშინ ლილოს ბაზრობაში დაიწყო. დაპირისპირება მოუვიდათ ბიზნესიდან გამომდინარე, ორივე თანამშრომლები იყვნენ ერთ სავაჭრო სივრცეში ვაჭრობდნენ და ლილოში მოსuliათ შეკამათება, მე აქ განახლდა, გააგრძელდა და ესეთი უბედური შემთხვევით დავთავრდა. ამ ბიჭის მამა რო დავინახე, თვითონ ბიჭი არ მინახავს, ზემოთ იყო და ამბობდნენ, რომ უკვე გარდაცვლილია. მამა ძირს იყო და თავის არიდან იყო სისხლი, მაგრამ ამბობენ, რომ გულის არეში აქვს ნასროლი. მამასა? კი, და ეს პირქვე დამხობილი იყო ეს მამაკაცი და თვითონ შეძლო და გადმობრუნდა მე რა ერთი ქალბატონი იყო ის თანამშრომელი რომელსაც თავი ეჭირა და ახლოს რომ მივედი უკვე ეს ძიმეც სუნთქავდა. 10 საათზე იღება ჩვენი სავაჭრო ცენტრი მოსულა დილით ალბათ ეს განზრახ იარაღით მოვიდა ესროლა შვილს ალბათ მამისთვის უნდა ესროლა და შვილი გადაეფარა თუ პირიქით მოხდა რაღაცა მე მამას ესროლა. სამი ადამიანი იყო ჯერ იმიტომ რომ 11 საათისთვის მოვდივართ ხოლმე რა ჩვენ და 2-3 ადამიანი იყო და ერთი ქალბატონი იყო რა ჩვენი თანამშრომელი შეესრო და ხალხს ასრაფამ გადაიყვანა ის ძალიან ცუდად არის და ამაღლა გოგუები არიან და ამაღლა მეორე სართულის გოგუები ისინი შეესრო და რა სხვებია ისინი გადავინახეთ არაფერი ესროლა რა პირდაპირ ესროლა. რამდენი თქვია ეგენი არ ვიცი. ტევე მონიტორინგთან შემზარავი მკვლელობის დეტალებს სხვა თვითმხილველებიც იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილ ბიჭს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლა მთელი ქალაქი გარდაცვლილ მამაშვილს გლავობს. ძალიან კარგი პიროვნება მოკლეს ძვირფასი ბიჭი, 2 შვილის მამა. ძალიან კარგი ადამიანი. საერთოდ ვინც მოკლა ის პიროვნება რა ვიცი, ძალიან ჩაკეტილი პიროვნება იყო. უკონტაქტო. კონფლიქტი თუ ქონიათ თუ ხსმენია? არ შევსწრები ვარ, არ ვიცი. ესროლა მამას და მერე შვილი გამოსარჩლებია. მეტი არაფერი ვიცი, შვილი მოკვდა. ბიჭი მოკვდა დავინახე თანამშრომელი ბიჭია, შვილს სიახლოვეს აი რაღაც ადგილზე მოკვდა არ ვიცი. თქვენ არ იყავით? არა, შვილო არ ვიყავ. ვინც იყო წაიყვანეს ახლა საგამოძიებაში, ალბათ დაკითხავენ მეგობას. ვინც შეესწრო სასწრაფო ღატრიალი და საწყალი მეგობს მაინც გაყვა. სათქმეს მართლა იტყვის ეს ბავშვი. ეს ბავშვი მთლად უნდა შაულოთ იმ სხერვას და მამამისი ძალიან მძიმედ არის, ისიც მე მგონი რა იცი. სიკვდილს ებრძვის არ, სიცოცხლეს ებრძვის სიკვდილს კი არ. ვინ ესროლა? არ ვიცი, თანამშრომელი ბიჭია ისიც რა ვიცი. ერთნაირი საქონლით ვაჭრობდნენ რაღაცაზე და მაგაზე მოსულიათ შელაპარაკება ჯერ გუშინა და ეხლა რავი ამ დილით ეგ მოხდა. რამდენი გასროლა იყო დაახლოებით? 4 დაახლოებით 4 რა მე ეგრე გავიგე და ჩვენ გვეგონა აქ რომ ვიდექით ძაღლებს ესვრიან რასთან მოვიდგენთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ხელკვალზე გახსნა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-119 მუხლის ელქვე პუნქტი დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სერგო ახალკაცს 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.